ცოტა ხნის წინ მთელი მედია მის მშობიარობას ელოდა და სამშობიარო სახლთან იმის იმედით ათენებდა, რომ მისი პირადი ცხოვრების მორიგი დეტალების გამორკვევას შეძლებდა. ხოდა ქართველო ტაბლოიდებო თქვენი ოცნება ახდა და ნინი ბადურაშვილი უკვე თვენახევრის ელენეს დედაა. კახიანების ოჯახი ერთ პერიოდში ორ ახალ წევრს შეეგება. ეკა კახიანის შუათანა ქალიშვილმა ანასტასია თოფურიძემ პირველი ვაჟი ლადო გააჩინა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერლის ახლად შექმნილი ოჯახი მალევე დაინგრა. მას მერე რაც ნინი ცოლად ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. თუმცა მალევე თბილისს დაუბრუნდა და მიზეზად მუსიკალურ პროექტში ჟიურის ადგილი დაასახელა. ნინი უკვე ბავშვს ელოდებოდა და მისი ოჯახური სკანდალის შესახებ ცნობილი მხოლოდ ფეხმძიმობის ბოლო თვეში გახდა. ნინი და ირაკლი ერთმანეთს დაშორდნენ. 19 ივლისს მომღერალმა პატარა გოგონა გააჩინა. სახელი ელენე თავისი დაღუპული მეგობრის საპატივცემულოდ დაარქვა. ინის თბილისში მარტო დაბრუნების შემდეგ მომღერალი გამოთხრდა, რომ მას და მის შუათანა დას ანასტასიას ყოველთვის უნდათ ერთად მშობიარობა. ხოდა ანასტასია თოფურიძემაც მალევე პირველი ვაჟი ლადო გააჩინა. პატარა ეკა კახიანის გარდაცვლილი ძმის სეხნია. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოც გამოჩნდა, სადაც ნინი და ანასტასია დროს პატარებთან ერთად ოჯახურ გარემოში ატარებენ. დები ტელევიზორის წინ არიან მოკალათებულები და ნინის ვიდეო რგოლს შვილებთან ერთად უყურებენ. გადავუბრენ სამყაროს ოცნებების ფრებით ხიანული სიმღერა ისმის ყველას. პატარები ჯერჯერობით ერთად იზრდებიან. ნინი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იმეც ვიტოვებთ, რომ მომღერლის ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დასრულდა და დედის სტატუსით მის შესახებ მომავალში მხოლოდ დადებითად ყვითელ ინფორმაციას შევიტყობთ.